საქართველოს გაუგულის ფედერაციის რეგულარული შეფერილობის წინაპირებში განხორციელდა გაუგუნარი ზეწოლა პრილოგის დელეგატებზე სხვადასხვა თანამდებობების პირთა და ორგანიზაცია გაუგუნთა კავშირის პრეზიდენტი. დელეგატები სხვადასხვა ფორმით აიძულებდნენ და აშანტაჟებდნენ, რათა ზოგი მათგანი საერთოდ აღესრულიყო პრილოგზე, ხოლო მათთვის ხარი არ დაეჭირა ფედერაციის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცებას. ზემოაღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამგეობაში შემოვიდა წერილობითი და ზეპირი ფორმის მოთხოვნები, რომ აღნიშნული ზეწოლის ფაქტების გამო გადადებულ იქნა სიკვდილის შეფერილობა. საქართველოს გაუგულის ფედერაციის გამგეობა მიუჟღერდა აღნიშნულ საკითხებზე, ვითარებაზე და მიიღო გადაწყვეტილება. პრილოგისთვის მიუღებელი და ავტონომიური გარემოს შექმნის გამო საქართველოს გაუგულის ფედერაციის სიკვდილის შეფერილობა გადაიდოს. დღეს მაშინ ვინაიდან ჟურნალისტები ყველა რჩებით პრილოგის უმეტესობა პრილოგა ჩატარდება. კი, გავიდეთ უმრავლესობა გადადებსმისის და ფაქტებზე თუ შეგიძლიათ ვთქვათ ვისი მხრიდან იყო ზეწოლა. არნახული ზეწოლა განახორციელდა დელეგატების მიმართ განსაკუთრებით გუშინ ჯერ იყო ტელევიზიით, შემდეგ უკვე გამოცხადა იბარებდა პრინციპის სასახლეში, ვისი ახლობლებთან კერძოდ და ყველას ეუბნებოდა თუ ვინის ვინც ვერ გადადიოდა მათ მხარეს, ეუბნებოდა რომ არ მოსულიყო თვითონ პრილოგაზე. ეს ფაქტები არის დადასტურებული, შემოვიდა გამგეობაში, წერილობით არსებობს, ამიტომ ჩვენ ალბათ გამგეობის წევრებიც მეც როგორც ფედერაციის პრეზიდენტი სათანადო ორგანოებს მიმართავ, რათა გამოძიებული იქნეს ეს საქმე. და ამ ორგანიზაციას ამ ბერკეტი გააჩნია, რომ ზეწოლა მოახდინოს და იყო საუბარი თანამდებობის პირებზე. სამწუხაროდ იყო ჩართულები როგორც გუბერნატორები, ასევე საკრებულოს ხელმძღვანელებიც. ბატონო, სერიოზული გრაბდება და ყველა კონკრეტულმა მოგიწევს. კი, აუცილებლად, მე მაგისთვის დათო. ორგანოებში რა გაწყვეტილება სახელმწიფო? ვისაც ეკუთვნის ეს ფორუმი შეიკრება, უმრავლესობა ვარ. ჩვენ შეიძლება გადავდოთ, შეიძლება გავაგრძელოთ დამლას. როგორც მეფის მიერ ადამიანს თუ დანარჩენი წევრები, სუბიექტები ფედერაციის არ დაეთანხმებიან ამათ, მათ რჩება დუბლება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, გაასაჩივრა ესა
განცხადებას ეთმის და თავმჯდომარის კანდიდატურას წავაფენებდა. ლეგენდარულმა კალათბურთელმა ნიკოლოზ დერუგინმა მე როგორც კლუბის დინამოს წარმომადგენელს ხოლმე ბატონი ბესიკ მარტელიანის ფედერაციის პრეზიდენტისთვის ყრილობის თანდაწყებით ამეთქა ეს წერილი და გადამეცა, მაგრამ ვერ მოვასწარე როგორც ნახეთ და ამიტომ როდის ვიტყოდ პირველი, იმიტომ მე მოვიტყოვე სიტყვა. ნიკოლოზ დერუგინის განცხადება. ბატონო ბესიკ, როგორც მოგეხსენებათ, ვარ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი. გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან საკუთარი სურვილით ვტოვებ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობას. პატივისცემით ნიკოლოზ დერუგინი და მისი ხელმოწერა. ეს მინდოდა რომ გადამეცა, მაგრამ ვერ მოვასწარე სამწუხაროდ. მე გადავცემ, გადავალ მათ გამიგეთ. მე ვიტყვი მაშინ ერთ სიტყვას, რომ ჩემი ჩვენმა დავიცვათ ესე იგი როგორიც არის, რომ უნდა სხდომას უნდა ხავდეს თავმჯდომარე, კანდიდატურად არის წარდგენილი ლევან გეგეშიძე და გთხოვთ ხელისაწევით კენჭი უყაროთ და გავაგზავნოთ შემდეგ. Idem შევამოწმოთ დებულები. ორი მესამედია თუ უმრავლესობა უბრალოდ დებულებაში იურისტები ხარ, მე არ ვიცი. უბრალო უმრავლესობით განაცხადებული არის დებულებაში. არ იმიტომ რომ იქნები დაიშვა. განაცხადება მიღებულია რომ და მინდა ახლა მოვახსენოთ, რომ მოქმედი წესდებით, რომელიც დღემდე ფედერაციის წესდება მოქმედებს, ამ წესდებიდან გამომდინარე ყრილობის მონაწილეთა უმრავლესობა ღირებულობს გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ჩვენ თამამად განვაცხადოთ, რომ დღევანდელი ყრილობა ამ წუთას მოხდება ხმების დაფუა, აი შეგრიბა ეს რაღაც სამდივნო სამანდატო ხმის დამკვირვებელი კომისია და თუ დაფიქსირდა, ესე იგი დამცველთან 31 დელეგატი იყო დღეს წარმოდგენილი, ესე ვთქვათ, ყრილობაზე, თუ უმრავლესობა ვართ შეკრებილი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეგიტიმურია ყრილობა და გავაგზავნოთ შეგვიძლია. არა, უბრალოდ მანამდე ერთ განცხადებას გავაკეთებ. სრულიად მიუღებელია ფედერაციის გამგეობის მიერ აღნიშნული პოზიცია, როდესაც ყრილობა შეკრება და თავისი სურვილით გადადო ყრილობა. მინდა შევახსენო, რომ ყრილობა არის უმაღლესი ორგანო, რომლის წინაშეც პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია გამგეობა და არა პირიქით არ უნდა იყოს გამგეობის მითითებით ყრილობის რაიმე მოქმედება შესრულებაზე ან არ შესრულებაზე დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღნიშნულის თაობაზე მაქსიმალურად ხალხს ჩავაყენებთ საქმის ხორში, ჩვენ ასევე ფიბას გაუგზავნით შესაბამის ცნობას და დღის ამსახველ კადრებს და ვაცნობთ თუ როგორ ხდება ძალაუფლების ბოროტა გამოყენება და უფლებამოსილების გადამეტება. აქედან გამომდინარე კიდევ ერთი სხვა უნდა მაქვს აღნიშნულს დაესწრება სამინისტროს წარმომადგენელი და დროებით 10 წუთის განმავლობაში გამოვაცხადოთ შესვენება, არჩეულია ყრილობის თავმჯდომარე დივანი, რაც შეეხება სამანდატო, სამდივნო და ხმისდამცველ კომისიებს შესვენების შემდეგ მოხდება მათი არჩევა და ყრილობა გააგრძელებს საქმიანობას, შედგება დღის წესრიგი, როგორც უმრავლესობა ჩაგვდის და იქნება ისე, რაც ყრილობა უმაღლეს ორგანოს ფედერაციას მიაჩნია სწორედ და მართებულად. მადლობას მოგახსენებ, ხოლმე ბატონო თავმჯდომარე, რომ 10-წუთიანი შესვენება გამოაცხადოს. კი ბატონო, გამოაცხადოთ 10 წუთის შესვენება და გავაგზავნოთ უშო. ამ შესვენების დროს ეს რო იყოს ეწოლა, მინდა მართლაც გამოვიხმაო, რომ ჩემთვის პირადად როგორც კალათბურთის ფედერაციის, თბილისის ფედერაციის წარმომადგენელი და ყოფილი კალათბურთელი და დინამო თბილისის მწვრთნელი, მინდა განვაცხადო, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მომხდარა ანარაელი ზეწოლა ჩემს მიმართ და ეგ არის შეურაცხყოფა, თუ მეტი არა, ვიღაც ვთქვა და მინდა დაასაბუთო სიმხალხმა, ვის მიმართ იყო კერძოდ ზეწოლა და როგორ იყო ეს ფაქტი. მე პირადად ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა, დინამოს არანაირ ზეწოლას არ თონია ვიდეომა წევრმა თქვას, რატო არის სიჩუმე საჭირო. უერთდები ვიდეომა წევრმა თქვას. ან სიტყვიერი, ან ზეპირიო, ან
წერილობითი ან თანამდებობის პირებისგან ძალიან მხოლოდ ეს არის უსერიოზულესი ბრალდება, აქ არაფერი არც დასამალი, აბსოლუტურად ეთანხმება ბატონ ჯავლებს, ეს არის კრიმინალური თუ ვინმეზე იყო ესეთი რამე ძალიან მხოლოდ მოსარიდებელი რა არის აბსოლუტურად არაფერი თუ რაიმე ესე უნდა ადგილი ძალიან ხუთ რომ ეს ვიცოდეთ ყველამ და კოლეგებმა ერთი ოჯახი საკუთო თუ ვინმეზე იყო აი სამი კანდიდატურა და უყაროთ ბენჭით. მე წარმოვადგენ მაცა და სადაც ჩვენ ავრიჩებთ ამ კურსეს და ეს 5 წევრი შეიმუშავებს ისეთ წესდებას, რომელიც იქნება მთლიანად გამართული, ყველა მუხლი და ეს წესდება წარუდგინოთ შემდეგ ყრილობას. რომელი წესდებაში დაფორსირებული იქნება მაგისტრის და სამინისტროს მიერ განხორციელებული რეკომენდაციები და აქედან გამომდინარე შესაბამისობაში იქნება როგორც რეკომენდაციებთან და მედიტებებთან, ასევე საკუთრივ ანუ რამოდენი ვარიანტი. ერთი რომ 14 წესდებაში შევიტანოთ ცვლილება, სადაც პირდაპირ გადავა რაც წერია დასკვნაში და მეორე რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ამ წესდებას უფრო განავრცობს, ანუ 9 მუხლის მაგივრად იქნება 60 და 70 ანუ ყველა აბსოლუტურად გაწერილი ყველა წესდება რომელიც არის უკანასკნელი შემოშერებული დედუშინ წინ მივიდე ვიანი იმიტომ რომ უნდა სხვადასხვა მიზეზი და ამერიკას და მითხრეს რომ გამოგზავნეთ და წესდებას გაეცა. წესდებას გავეცანი და თქო უნდა ზედაპირულად იმიტომ რომ მე არა ვარ იურისტი და ვერ ჩამხდები A, B და C პუნქტებს ვერ ჩამხდები. მე მგონია ბევრმა ჩემნაირად ასევე არის ის სამპუნქტების შესახებ და მე ზედაპირულად ეს წესდება ვირო ნორმალური. მაგრამ გუშინ მე მივიღე სწორედ ეს რაც ხელში მიჭირავს აი ეს სამინისტროს განცხადება სამინისტროს თხოვნა ჩეო რომელსაც ხელს აძლევს სპორტის მინისტრი ფედერაცია არის სპორტის სამინისტროს ფედერაცია ფედერაცია უნდა ექვემდებარებოდეს რამენაში სპორტის სამინისტროს თუქიტაბინა და ალბათ უნდა იღებდეს მათ მიერ მიღებულ ყველა შეჯიბრებას მე აქ წავიკითხე შავი თევზზე რომ ამბობენ, ყვითელი შავზე, რაც წავიკითხე, რომელიც დადასტურებულია იურის პრივიშვილის მიერ, სად არის იურის პრივიშვილის? რაც არის იურის პრივიშვილის მიერ დადასტურებული, მიდიდებულია პუნქტები, მიდიდებულია ფიბას წიგნში, ციგრიფია ასაკური პუნქტები, მე არ შეიძლება არ დავეთანხმო, იმას და არ დავიჯერე.